თავი მე-17. გაიარეს ამფიპოლისი და აპოლონია და მივიდნენ თესალონიკეში, სადაც იუდეველთა სინაგოგა იყო. პავლე თავისი ჩვეულებისამებრ შევიდა მათთან და სამშაბათს ელაპარაკებოდა მათ წერილებიდან. უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა დატანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო და რომ ეს ქრისტე იესოა, რომელსაც მე გახარებთო თქვენ. ზოგმა მათგანმა ირწმუნა და შეუერთდა პავლესა და სილას, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი, ასევე ბევრი დიდგვაროვანი ქალი. ხოლო იუდეველებს შეშურდათ, ვიღაც უკეთური კაცები მოიყვანეს ბაზრიდან, შეყარეს ბრბო და აშფოთებდნენ ქალაქს. მიადგნენ იასონის სახლს და ცდილობდნენ მათ გამოყვანას ხალხის წინაშე. ისინი რომ ვერ იპოვეს, იასონი და ზოგიერთი ძმა წაათრიეს ქალაქის მთავრებთან და ყვიროდნენ. ქვეყნიერების ამრევებმა აქაც მოაღწიეს. ხოლო იასონმა კი შეიფარა ისინი, თუმცა ყველანი ეურჩებიან კეისრის ბრძანებებს და სხვას ამბობენ მეფე იესოს. აშფოთეს ხალხი და ქალაქის მთავრები, რომელთაც ესმოდათ ეს. მაგრამ იასონისა და სხვათა თავდებობა მიიღეს და გაუშვეს ისინი. ძმებმა იმ ღამითვე დაუყოვნებლივ გაისტუმრეს პავლე და სილა ბერიაში, სადაც ჩასვლისთანავე შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში. ესენი უფრო კეთილშობილები იყვნენ თესალონიკელებზე. მათ მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა, ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო. ბევრმა ირწმუნა მათგან, წარჩინებულ ბერძენ ქალთაგან და კაცთაგან არამცირედმა. მაგრამ როდესაც თესალონიკელმა იუდეველებმა შეიტყვეს, რომ ბერიაშიც ქადაგებდა პავლე ღვთის სიტყვას, იქაც მივიდნენ, ააღელვეს და ააშფოთეს ხალხი. მაშინ ძმებმა მყისვე გაგზავნეს პავლეს გვისკენ, სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ. პავლე გამცილებლებმა ათენამდე მიიყვანეს. მიიღეს ბრძანება სილას და ტიმოთეს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე ხლებოდნენ მას და გამობრუნდნენ. ვიდრე პავლე მათ ათენში ელოდა, მისი სული აღაშფოთა ამ კერპებით სავსე ქალაქის ხილვამ. ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს და იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე. ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოელმა ფილოსოფოსმა კამათი გაუმართა მას. ერთნი ამბობდნენ, რისი თქმა სურსო ამ მოლაღბეს. მეორენი ამბობდნენ, ეტყობა უცხო ღმერთებზე ქადაგებსო, რაგი იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ. შეიპყრეს იგი და მიიყვანეს არეოპაგში და უთხრეს. შეგვიძლია თუ არა გავიგოთ, რა არის ეს ახალი მოძღვრება შენ რომ ქადაგებ? ვინაიდან რაღაცას უცნაურს ასმენ ჩვენს ყურებს. ამიტომ გვინდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს. ხოლო ყველა ათენელს და იქ მცხოვრებ უცხოელებს ისი არაფერი ეხალისებოდათ, როგორც რაიმე ახლის ლაპარაკი ან მოსმენა. პავლე დადგა არეოპაგის შუაში და თქვა, კაცნო ათენელნო, ყველაფერში გათხოვთ, რომ ძალიან მორწმუნენი ხართ. ვინაიდან როცა გავიარე და დავათვალიერე თქვენი სათაყვანო ადგილები, ნახე სამსხვერპლოც, რომელზეც აწერია, უცნობ ღმერთს. მე გიქადაგებთ მას, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით. ღმერთი შემოქმედი სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა, უფალი ცისა და მიწისა ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს. არც ადამიანთა ხელიდან სამსახურს მოითხოვს, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს. თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი მოდგმა, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ. წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები. რათა ეძიათ ღმერთი, ვინძლო ეკრძნოთ იგი და ეპოვათ, თუმცა შორს როდია თითეული ჩვენთაგანისაგან. ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ. როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა, ჩვენ მისი მოდგმა ვართო. და რა კი ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი გავს ოქროს, ანდა ვერცხლს, ანდა ქვას, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით გამოხატულს. ამგვარად ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დროება და ახლა უწყებს ადამიანებს ყველას, ყველგან, რომ მოინანიონ. ვინაიდან მან დაადგინა დღე, როდესაც ქვეყნიერებას განიკითხავს სამართლით, წინასწარ არჩეული კაცის ხელით. ყველა დაარწმუნა რა იმით, რომ იგი მკვდრეთით აღადგინა. ხოლო მათ მკვდრების აღდგომაზე რომ მოისმინეს, ერთნი დასცინოდნენ, სხვები კი ამბობდნენ, ამის თაობაზე კვლავაც მოგისმენთო. ასე გამოვიდა პავლე მათგან, ხოლო ზოგიერთნი მიემხრნენ და ირწმუნეს. მათ შორის დიონისიოს არეოპაგელმა და ქალმა სახელად დამარისმა და სხვებმაც მათთან ერთად.